გამარჯობათ ბავშვებო, მე დღეს მოგიყვებით ზღაპარს სომეხ კარგის ტრაგზე. იყო და არა იყო რა უარესი რა იქნებოდაო, იყო სომეხი კარგის ტრაგი. ეს სომეხი თბილისში ცხოვრობდა და რა თქმა უნდა დაჯილდოებული იყო კარგის ტრაგის გინებით. სომეხი კარგის ტრაკი დაყლე ბროჭაობდა ქუჩებში და ისე მოძრაობდა თითქოს ქართველი ყოფილიყო. ერთ დღესაც სომეხი კარგის ტრაკი, როდესაც ქუჩაში თავისთვის მისეირნობდა რუსთაველის მიდამოებში, რადგან მან კაი ნაშები არიანო და ერთი ორს ავაგდებო. ესე იფიქრა სომეხმა კარგის ტრაკმა. მას წინ დახვდა სომეხ კარგის ტრაკებზე მონადირე ოღლაღი და ეს ჩვენი სომეხი გაზის კამერაში ჩაამწყვდია. გაზის კამერაში რა თქმა უნდა დიდი სიმხურვალე იყო და ეს სომეხი კარგის ტრაკი გასკდა, აფეთქდა და ასე მოკვდა. მაგრამ სამაგიეროდ კიდევ არსებობდა სხვა მეორე სომეხი კარგის ტრაკი, რომელიც ნიჭიერში გავიდა, თან ტაქსისტი იყო და იმღერა და ხალხის სიმპათიაც დაიმკვიდრა კი არა და მიიღო. ასეა, რა გამოლევს სომეხ კარგის ტრაკებს? ტკბილი ძილი ბავშვებო, ჭირი იქა, ხინი იქა, იმიტომ რომ სომხებს ყველაფერი უნდათ.